დავბრუნდით პირდაპირ ეთერში დედაქალაქის მერობის კანდიდატი ნიკა მელია და გუნდი, რომელიც მისი გამარჯვების შემთხვევაში თბილისის მთავრობაში მოვა. ესენი არიან ეხლა ამ წუთში ჩემი სტუმრები: გიორგი უშიკიშვილი, მამუკა ქაცარავა, ივა ჭყონია, ასევე დარბაზში იმყოფება ანდრო გიგაური და ასევე თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები და პარტიული სიის წევრები. მოგესალმებით, ბატონებო, დიდი მადლობა, რომ მობრძანდით თქვენს ცენტრალურ სტუდიაში. თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია, რომელსაც ახლა მე პირველ შეკითხვას დავუსვავ, რატომ უნდა აირჩიონ თბილისელებმა ნიკა მელია? რას და როგორ გააკეთებთ სხვებზე უკეთესად? დიდი მადლობა მოწვევისათვის. პირველ რიგში მინდა დავიწყო იმით, რომ ნიკა მელია კი არ უნდა ავირჩიოთ, არა ეს პირთა ჯგუფი კი არ უნდა ავირჩიოთ, უბრალოდ რომელიც პოლიტიკურ გაერთიანებას წარმოადგენს ნაციონალურ მოძრაობის სახით. არამედ უნდა ავირჩიოთ ის გუნდი, ის ძალა, რომელიც გააკეთებს იმ საქმეს, რომელიც დღეს თბილისში ჭირდება, განავითარებს ქალაქს და არ ჩატოვებს სტაგნაციაში. მოიტანს მეტ სამუშაო ადგილებს დედაქალაქში და არ დაკარგავს სამუშაო ადგილებს დედაქალაქში, რის იმოსტრენი ჩვენ ვართ სამწუხაროდ უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში. ანუ არჩევანი არის სრულიად სხვაგვარი. არჩევანი არის რეალურად თბილისს უნდა ყავდეს ძალა, რომელიც განავითარებს აქამდე მიღწეულ და ასე ვთქვათ განხორციელებულ პროექტებს, თუ არის ასე ვთქვათ მზაობა დედაქალაქში, რომ კვლავ ყავდეს ის გუნდი ეხლა უკვე დედაქალაქის მმართველობის სადავებთან, რომელიც რეალურად იმ მიღწეულსაც კი გაფანტავს. თქვენ მოგესალმებით, რომ დედაქალაქში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, თავისი გადაცდომების, ასე ვთქვათ, თანხლებით, შეცდომების თანხლებით, მაგრამ ეს ბალანსი არის ყველაფერი იმ სიკეთის სასარგებლოდ, რაც შეიქმნა უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომდენო 3 წელიწადი დედაქალაქს ყავდეს ის გუნდი, რომელიც ამ მიღწეულს განავითარებს, ვინაიდან ეს როგორ რაღაცაა, იცით, აი დავუშვათ მუდმივი რეფორმირება საჭირო, მუდმივი წინსვლა საჭირო, აი ელექტროსარბენ ბილიკზე რომ დაადგეთ, იქ თუ გაჩერდით. რატომ გონიათ, რომ ამას ვერ განავითარებს სხვა რომელიმე კანდიდატი და გააკეთებთ მაინც და მაინც თქვენ, რატომ უნდა დაიჯეროს ეს ამომრჩეველმა ბატონიკა? მე ვფიქრობ, ეს არის ძალიან მარტივი კითხვა, რომელიც თქვენ ახლა დამისვით, ვინაიდან ეს 2 წელიწადი რა რეალობაც ქართულმა ოცნებამ სამწუხარო და ხშირად ვამბობ ამას, რომ ამას ნიშნის მოგების გარეშე ნიშნის მოგებით არ ვამბობ, იმიტომ რომ მხოლოდ გაგვიხარდებოდა ნებისმიერ ჩვენთაგანს ამ სტუდიაში, ვინაიდან ამ ქალაქის მაცხოვრებლები ვართ, ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ და გვიხარია ქვეყანა რომ ვითარდება. მაგრამ 2 წლის თავზე რა რეალობაც ქართულმა ოცნებამ ასე ვთქვათ მოიტანა, ჩვენ ამას ყველანი ვხედავთ, მათ შორის თქვენც, დარწმუნებული ვარ, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ წამყვანი ხართ და ამაში შეიძლება ღიად არ დამეთანხმოთ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ამ არჩევნებში გამარჯვებით თქვენ აი დააკვირდით დავეხმაროთ იგივე ქართულ ოცნებასაც, რომელიც გარანტირებულად 2 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში იქნება. ჩვენ მოგწონს ქართული ოცნება, არ მოგწონს, ეს არის ჩვენი ხელისუფლებაც, რომელიც არის არჩეული საქართველოს მოქალაქეების მიერ და მას უნდა შეუწყოთ ხელი ამ არჩევნებში მარცხით, რომ ისინი მიხვდნენ, რომ რეალურად არის უკმაყოფილება და გამოვრიცხულია ზედიზედ მესამე არჩევნებში, როდემდე შეიძლება ზედიზედ მესამე არჩევნებში შესაძლებელია, რომ ერთადერთი გარანტია შენი ხელისუფლებაში ყოფნის იყოს წინა ხელისუფლების შეცდომები. ბატონიკა, ავამუშაოთ თბილისი, ასეთია ხო თქვენი მთავარი სლოგანი და დასაქმება, რომელსაც ყველა პარტია პრინციპში უხად იძლევა აი ასეთ დაპირებას ხოლმე განსაკუთრებით წინა საარჩევნო პერიოდში. როგორ შეძლებთ თბილისის ამუშავებას, აი რას გულისხმობს მაინც უფრო კონკრეტულად ეს სლოგანი? ანუ ეს არის მთავარი პრიორიტეტი თქვენთვის? ერთ-ერთი ძირითადი მთავარი პრიორიტეტი ნამდვილად ეს არის და მოგვიანებით უმთავრესი პრიორიტეტი რა არის. რა თქმა უნდა, ეს არის საარჩევნო სლოგანი, რომელზეც ღამები არ ვითენებიან ნამდვილად, რომ მოგვიფიქრებია, ეს არის ის რეალობა, რომელიც შეიქმნა და ქალაქს რომ ამუშავება ჭირდება, ქვეყანას რომ ამუშავება ჭირდება, ეს თვალნათელია და ჩვენ როგორ ვაპირებთ ამას? ვაპირებთ იმ მზა პროექტების, დაგეგმილი და დამუშავებული პროექტების მეშვეობით, რომელიც უკვე გვაქვს, გვიდევს ასე ვთქვათ, თავროზე და არის მოლოდინის რეჟიმში, ამას ჭირდება უბრალოდ ხალხის მიერ მოცემული ნდობის მანდატი და მაღალი ლეგიტიმაციის პირობებში ჩვენ აუცილებლად ყველა დაპირებას, რომლის სამწუხაროდ, ასე ვთქვათ, როგორც მოლოდინის ინფლაცია მოხდა ჩვენს ქვეყანაში
ასევე დაპირებების ძალიან ბანალური გახდა დაპირება იმ ფონზე, როდესაც დაპირებები სამწუხაროდ ვერ შესრულდა, ჩვენ ვაპირებთ მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ქალაქში, ჩვენ ვაპირებთ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, როგორც არის საზოგადოებრივ ტრანსპორტში იაფი მგზავრობის პროგრამის დანერგვას, რომლის ფარგლებშიც ყველა სტუდენტი, ყველა პედაგოგი, ყველა პენსიონერი, ყველა სოციალურად დაუცველი, ყველა შესაძლებლობის მქონე ადამიანი შეძლებს უფასოდ გადაადგილებას, ხოლო ყველა დანარჩენი თბილისელი შეძლებს პერიოდში ბატონიკა იმ გუნდის მმართველობის პერიოდში, რომლის სახელითაც თქვენ იყრით ახლა კენჭს, ითხოვდა ოპოზიცია აი ამას, რაზეც ახლა თქვენ საუბრობთ და არ განხორციელდა თავის დროზე. ეხლა რის ხარჯზე მოხდება ეს? ვერ დაგეთანხმებით, ვინაიდან შეიძლება მე არ ვთქვი სწორედ, ჩვენ კი არ ვნერგავთ, ეხლა ჩვენ უბრალოდ ამ პროგრამას ვაფართოვებთ, რომელიც წლების განმავლობაში უკვე მოქმედებს, 12 საზოგადოებრივი ჯგუფი უკვე სარგებლობს ამ შეღავათებით, აი იგივე პენსიონერი, იგივე სტუდენტი სარგებლობს 20 თეთრიანი ტარიფით გზავრობს ავტობუსსა და მეტროში. მე ვიგულისხმე, როდესაც გაძვირდა ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსებით გზავრობა. გაძვირდა და პარალელურ რეჟიმში ამოქმედდა 600,000 თბილისელისათვის შეღავათიანი გზავრობის სისტემა, უკვე მე-20 წელიწადი არის, რაც ეს სისტემა ჩვენ გვაქვს. იმ წლებში თქვენ მეკითხებით, რატომ არ გავაკეთეთ ის, რასაც ეხლა ვაპირებთ, იმიტომ რომ იმ წლებში ქალაქი იდგა უფრო მეტი გამოწვევის წინაშე. იმ წლებში იყო ელემენტარული ინფრასტრუქტურა მოსაწყობი, იმ წლებში იყო გზის საფარი, ასე თქვათ, გზის საფარის გარეშე იყო ქალაქი აბსოლუტურად შესაქმნელი იყო ის აუცილებელი ინფრასტრუქტურა, რომელიც განხორციელდა, რომელი ერთი გითხრათ, ის ხიდები, გვირაბები, ესტაკადები, თუნდაც აი მდინარე ვერეს გასწვრივ ის ახალი გზები. ეხლა რა არის ქალაქში მთავარი გამოწვევა თქვენი? ეხლა არის მთავარი ამ ყველაფერმა ამ პროექტებმა, რომელიც განხორციელდა წლების განმავლობაში, მოიტანა კომფორტი ძირითადად ადამიანებისათვის, თუ ინფრასტრუქტურის კუთხით საუბრობთ, ვინც გადაადგილდება მანქანით, მაგრამ დადგა დრო, როდესაც ჩვენ უნდა შევუქმნათ მეტი კომფორტი ადამიანებს, ჩვენს თანაქალაქელებს, რომლებიც გადაადგილდებიან ფეხით, საზოგადოებრივ ტრანსპორტით, ასეთი ჩვენ 75% გვყავს მოსახლეობის და მათთვის ვაპირებთ ზუსტად არა მხოლოდ გაიაფებული ტრანსპორტის პროგრამის შეთავაზებას, არამედ ძალიან თანამედროვე, ძალიან ასე თქვათ ხელმისაწვდომი ტრანსპორტის სისტემის ამოქმედებას 100 ახალი ავტობუსი უნდა ჩვენ წელსვე შევიძინოთ, შესაბამისი ასე თქვათ ადაპტირებული ინფრასტრუქტურით მოწყობილი, რომელიც უპასუხებს მოთხოვნებს შესაძლებლობის მქონე პირებისა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მივაღწიოთ იმ ასე თქვათ კონდიციას, სადაც ფეხით სიარული, სადაც ფეხით გადაადგილება, სადაც საზოგადოებრივ ტრანსპორტით მგზავრობა იქნება ბევრად უფრო კომფორტული ვიდრე მანქანით. ეს არის ერთ-ერთი და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ძალიან აწუხებს დღეს ჩვენ მოსახლეობას, მაღალი კომუნალური გადასახადები, რომელიც ასევე გულდაწყვეტით მინდა თქვა, ვერ შეასრულა ქართულმა ოცნებამ ეს დაპირება და ეს პრობლემა კვლავ აწუხებს ძალიან ჩვენს მოსახლეობას და ამის საპასუხოდ ჩვენ თავაზობთ არაჩვეულებრივ თანამედროვე პროექტს, რომლის ასე თქვა პილოტური ვარიანტი ჩვენ გვაქვს უკვე თემქის დასახლებაში, ეს გულისხმობს ზის ენერგიისა და გაზმომარაგების სისტემას, ეს არის კონკრეტული მაგალითი, სადაც კონკრეტულ ოჯახებს უკვე ქვითრებით მოსდით ბევრად უფრო ნაკლები გადასახადი კომუნალური კუთხით, კერძოდ 30% ზამთარში იკლო გადასახადმა ცხელწყალზე და გათბობაზე და ზაფხულში გაზაფხულზე აბსოლუტურად პრაქტიკულად ნულოვანია ეს ხარჯი. ამ ეს არის ხვალინდელი თბილისი, ზუსტად აი ეს პროექტები, აი ეს თანამედროვე პროექტები განგვასხვავებს ჩვენ სხვა პოლიტიკური გუნდებისაგან. ამდენად დამოკიდებულია თქვენი დაპირებების შესრულება იმაზე, თუ რა შემადგენლობის იქნება საკრებულო თქვენი გამარჯვების შემთხვევაში. რა შემადგენლობითაც არ უნდა იყოს, მე მაქვს იმედი, უпростоრად ძალიან დიდი რწმენა, რომ თბილისელები გააკეთებენ ცივი გონებით არჩევანს, მიიღებენ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც აისახება მათ ოჯახებზე სასიკეთოდ. აქედან გამომდინარე, თუ კი ჩვენ მოვახერხეთ და რეალურად დავიყვანეთ თითოეულ ოჯახამდე ის ყველა დაპირება და ის რეალური პროგრამა, რომელიც ჩვენ გვაქვს, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ვიქნებით წარმოდგენილი საკმარისად საკრებულოში, თუმცა რა თქმა უნდა სხვადასხვა სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები. და ის სხვა სცენარით რომ განვითარდეს ამ შემთხვევაში. როგორი სცენარითაც არ უნდა განვითარდეს, რამდენიც არ უნდა შევიდეთ ჩვენ, ეს ნამდვილად არ შეგვიშლის ჩვენ ხელს, ჩვენს მეგობრებს, ჩვენ გუნდს, რომ ვითანაშრომლოთ ნებისმიერი პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელთან და თქვენ მკითხეთ თავში რა არის თქვენი ყველაზე ასე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის
პრიორიტეტი, რაც ძალიან მინდა, არა მარტო მე, არამედ თითოეულ ჩვენთაგან, ჩვენს მეგობრებს, არის ის, რომ ერთხელ და სამუდამოდ თბილისში შევქმნათ განცდა, რომ ყველანი ვართ ერთად. სწორედ ეს ლოზუნგი, სლოგანი ერთად დავამუშავოთ თბილისი გულისხმობს ძალიან მარტივ რამეს. ამ ქალაქში ცხოვრობს ძალიან ბევრი განსხვავებული ადამიანი, განსხვავებული შეხედულებებით, განსხვავებული პოლიტიკური გემოვნებით, მაგრამ როდესაც დედაქალაქის მერიაზეა საუბარი, როდესაც საუბარია თბილისზე, როდესაც საუბარია თბილისელებზე და შენ ხარ ადმინისტრაციულ ორგანოში დასაქმებული მერის თანამდებობაზე, იქნება თუ მერის მოადგილეების თანამდებობაზე, თუ გამგების თანამდებობაზე, არავის არ აქვს უფლება, რომ გაატაროს მერის შიგნით ვიწრო პარტიული ინტერესები და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი გამარჯვებით ერთხელ და სამუდამოდ ამ ტრომპს გავხსნით, მოვახერხებთ ერთიანობის განცდის გაჩენას ჩვენ დედაქალაქში, რომელსაც წლების განმავლობაში ელოდება ძალიან ბევრი, მათ შორის ჩვენ. თქვენ ეს პარტიულობა ახსენეთ, თქვენ ხართ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი, თუმცა ძალიან ხშირად ამბობთ იმას, რომ ამ გუნდის მხრიდანაც, რომლის კანდიდატიც თქვენ ბრძანდებით, იყო გარკვეული შეცდომებიო. ეს განცხადება, ეს არის რაღაც თქვენი მხრიდან პარტიის შეცდომებისგან ერთგვარი დისტანცირება, თუ იღებთ მაინც თქვენს თავზე გარკვეულ პასუხისმგებლობას თუნდაც იმ შეცდომებთან დაკავშირებით? ბრძნულ პასუხისმგებლობას, ბუნებრივია, ხა იყო ამ პოლიტიკური გაერთიანების წევრი, მიუხედავად იმისა, რომ ახალი წევრი ხარ. რა თქმა უნდა, ეხლა როგორ შეიძლება არ ვგზნობდე პასუხისმგებლობას, თუმცა მე ვერაფერს უცნაურს ვერ ხედავ იმაში, რომ მე წლების წინ მქონდა ჩემი, ასე ვთქვათ, კითხვები, განსაკუთრებით პრეტენზიებიც წინა ხელისუფლებისადმი და ეს პრეტენზიები განპირობებული იყო არა იქიდან გამომდინარე, რომ მე მინდოდა რაღაცა ჩემი საკუთარი თავისთვის და მე ვიღაცა ამას არ მაძლევდა. მე მაშინ საჯარო მოხელეც ვიყავი სამოქალაქო, ასე ვთქვათ, საჯარო სამსახურში მუშაობდი, უბრალოდ ხედავდი, რომ კეთდებოდა ძალიან ბევრი კარგი და შეიქმნა და ამაზე წდება ყველაზე მეტად გული. უდიდესი სიკეთე, მალამოს სახით, წარმოვიდგინეთ მეტაფორა, შეიქმნა უდიდესი სიკეთე და ამ მალამოში ჩავარდა რამდენიმე შეცდომის სახით, ასე ვთქვათ, რაღაცა და გააფუჭა მთელი ეს სიკეთე ძალიან ბევრი ადამიანისათვის ამ ქვეყანაში, ვინც ცხოვრობს. და მე ამ შეცდომებს ნამდვილად ხედავდი. მე დღესაც შიგნით ჩემს მეგობრებს უკვე ამაზე ღიად ვესაუბრები. კი ბატონო, წლების წინ საუბრობდი გარედან და ჩემი სამოქალაქო პროტესტი მქონდა როგორც რიგით მოქალაქეს, თუმცა მე ვფიქრობ, ეს არის სავსებით ნორმალური. სავსებით ნორმალურია და სწორედ ეს განსხვავება, ეს არის ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების განვითარების ახალი ეტაპი. ახალი ეტაპი, სადაც ნებისმიერ ჩვენთაგანს შეუძლია ღიად დააფიქსიროს ის თავისი პოზიცია, რომელიც მას გააჩნია. შესაძლებელია წინა წლებში ამისი მაინდამაინც გასახანი ბევრს არ ქონდა, მაგრამ ეს შეგახსენებთ იყო, ასე ვთქვათ, რევოლუციური პოლიტიკური გაერთიანება, მოვიდა ქვეყნის სახელმწიფო სადავეებთან, მაშინ როდესაც არ არსებობდა პრაქტიკულად სახელმწიფო არსებობდა ტერიტორია და იქ მაღალი ალბათობა იყო განსაკუთრებით მწვავე, ასე ვთქვათ, რეფორმების გატარების პირობებში შეცდომების დაშვება. თქვენი თანაგუნდელები მეორე ტურს უკვე თითქმის რაღაც შემდგარ ფაქტად მიიჩნევენ და აღნიშნავენ იმას, რომ იქნება მეორე ტური და სწორედ მეორე ტურში პროგნოზირებენ თქვენს გამარჯვებას. ეს რას ნიშნავს? ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ პირველ ტურში გამარჯვების შანსს უბრალოდ არ განიხილავთ? არა, იცით, არასოდეს ხო არასოდეს ეს ერთი. მაგრამ ჩვენ არ გვინდა დავამსგავსოთ რიგი პოლიტიკური გაერთიანების, ასე ვთქვათ, ლიდერებს, ამ წარმომადგენლებს, რომლებიც ყოველთვის საუბრობდნენ, რომ პირველ ტურში იმარჯვებენ. ეხლა 50%-იანი ზღვარი უნდა გადაილახოს იმისათვის, რომ კანდიდატმა გამარჯვება მოიპოვოს, ხო? მე ვფიქრობ, კონკურენცია არის, ნამდვილად არის კონკურენცია ძალიან დიდი და გამარჯვების გზა გადის მეორე ტურზე. ეხლა რატომ მოგატყვილოთ, რომ ჩვენ მეორე ტურს გამოვრიცხავთ და გვაქვს პირველ ტურში, ასე ვთქვათ, გამარჯვების იმედი, მაგრამ მე გულახდილად მინდა გითხრათ, თუ კი ესე გაგრძელდა ყველაფერი, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 3 კვირა დარჩა, ცოტა ნაკლები, ხო მეგონი, ხო? შესაძლებელია, თუ კი არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მომიწევთ, სულაც სხვა პასუხი გაგცეთ ამ კითხვაზე და შეიძლება შევცვალო მეორე ტური, პირველი ტური. კარგით, მოდით გადავიდეთ სხვა სტუმრებთანაც. გიორგი უშიკიშვილი და მას მინდა ვკითხო. რატომ გადაწყვიტეთ დედაქალაქის მთავრობაში სწორად ამჯერად? კითხვას დაუსვენდით. ეს არის რა ნიშნით შეიჭრა თქვენ
ალბათ ვკითხავდით და მე გიპასუხებდით. ჩავთვალეთ თქვენ მკითხეთ და მე გიპასუხებდით. მე ვაპირებ მაგითხვის დასმას, როგორც ცოტა მოგვიანებით. რახან გეჩქარით, ხან შეგიძლიათ მოგახსოვოთ. არა, უბრალოდ ეს არის ის ხალხი, ვისთანაც მაქვს ურთიერთობა, განსაკუთრებით მამუკასთან, განსაკუთრებით ივასთან, ნუ გიორგის ახლა ძალიან დიდი ხანია ვიცნობ. ჯერ მარტი ხედვა მინდოდა ბატონი გამომესმის. ეს არის. მე მგონი ჟურნალისტიკაშიც გინდათ რომ ეს არის ის ხალხი, ვინც ზუსტად ეწერება იმ პოლიტიკაში, რომლის გატარებაც მე მინდა დედაქალაქში. ანუ ეს არის ის ხალხი, ვისაც აქვს უნარი და შეუძლია ითანამშრომლოს ყველასთან. მიუხედავად პოლიტიკურ შეხედულებებიდან. მეც მოვისმენ მათგან რისი უნარი აქვთ და რა უნდათ რომ გააკეთონ და შეცვალონ და როგორ ხედავენ თავის როლს აი ამ ყველაფერში და მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. რატომ გადაწყვიტეთ რომ დედაქალაქის მთავრობაში სადოთ ეხლა ბედი და რას გააკეთებთ თბილისელებისთვის და კონკრეტულად იმ სფეროში, რომ სფეროშიც მე ალბათ მივხვდი და ყველაც მიხვდა რომ სფეროში იმოღვაწევებთ გამარჯვების, ნიკას გამარჯვების შემთხვევაში. მეულებს დიდი მადლობა. მე მინდა აღვნიშნო ერთი რამ, რომ ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო, რომ ერთად ნიკა მელიასკა მივიღე შემოთავაზება და განსაკუთრებით სასიამოვნო ის იყო, რომ მან დაინახა ის ჩემი აზრით ძალიან მცირე რაც გავაკეთე მე აქამდე ასე ვთქვათ ქართული კულტურისთვის, ქართული ფოლკლორისთვის და რა თქმა უნდა ეს ჩემთვის არის ძალიან დიდი სტიმული და შეთავაზებაც ბუნებრივია იყო ძალიან საინტერესო და ჩემი გასაკეთებელი რაც მე შემიძლია რომ გავაკეთო არის ეს აქედან გამომდინარე სიამოვნებით დავთანხმდი, იმიტომ რომ ახალგაზრდა ადამიანი ვარ და მინდა რომ წვლილი შევიტანო ზუსტად აი იმ სლოგანის რომელსაც ვქვი ამუშავოთ ერთად თბილისი მე სიამოვნებით ნიკას დავეთანხმები რომ მე პარტიის წევრი არ გახლავართ და არც ყოფილი არასდროს, ამიტომ ჩემთვის თანამშრომლობა იქნება, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი ყველა იმ ადამიანთან, ვინც წარმოადგენს ჩვენი ქართული კულტურას. ხედვა შეგიძლიათ თქვენი გითხრათ კონკრეტულად. მინდა აღვნიშნო ერთი რამ, რომ ამაზე რა თქმა უნდა ჩვენ უფრო მოგვიანებით ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ეს შეთავაზება ფაქტობრივად რამოდენიმე დღით ადრე იყო, მაგრამ რა თქმა უნდა ის გზა რომელიც იყო გაგრძელდება, მაგრამ მე მაინც ვთვლი, რომ საერთო ჯამში ჩართულობა უნდა იყოს უფრო მაღალი. მე ვთვლი, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს წარმოადგენს ქართულ კულტურას, საუცრებლად უნდა იყოს მათთან ერთად გადატოტვილი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, იგივე თქვათ, ტრადიციები, რომელიც იყო თბილისში და შეიძლება რომ აღდგეს. რა მნიშვნელოვანი პროექტები შეიძლება დაფინანსდეს. საერთოდ თბილისის მერია გამოირჩეოდა ყოველთვის ასეთი საინტერესო პროექტების დაფინანსებით და ასეთი რამ გაგრძელდება, მაგრამ ერთადერთი რაც მე ვთვლი, რომ აქტიურად გაგრძელდება ჩემი მხრიდან ის იქნება, რომ ყველა ადამიანი იქნება ჩართული პროცესში, ანუ გადაწყვეტილებების მიღება მოხდება ესე ერთობლივად შეიძლება ასე ითქვას და მე გავუწევ ამის ასე ვთქვათ, თუ მოგცემს ჩართულობა იქნება თქვენი მთავარი პრიორიტეტი და ბატონი ივასაც მინდა დაუსვა შეკითხვა, თქვენი ხედვით რა იქნება დედაქალაქის მთავრობისთვის და თქვენთვის მთავარი პრიორიტეტი და რამდენად იძლევა ქალაქის ბიუჯეტი აი იმ დაპირებების განხორციელების შესაძლებლობას, რაზეც საუბრობს ახლა ამჯერად ნაციონალური მოძრაობა. მოგესალმებით, უპირველეს ყოვლისა მე მინდა ნიკას მადლობა გამოუხადო იმ დობისთვის, რაც გამოხატა და მის გუნდის წევრად დამასახელა და მისი სლოგანიდან გამომდინარე ერთად ავამუშაოთ თბილისი, მე მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ წელიწად ნახევრის განმავლობაში ჩვენ ერთად მუშაობდით დაწმინდის რაიონის გამგეობაში და მინდა ვთქვა, რომ არც ერთი გადაწყვეტილება მას ინდივიდუალურად დამოუკიდებლად არ მიუღია, ყოველთვის გუნდური პრინციპით ერთად ვიკრიბებოდით ხოლმე მოადგილეები, მრჩეველი, ვინც არის ან კომპეტენტური ადამიანები და აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილებას ვიღებდით ერთად, ყველას გვისმენდა ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, ყველა მივაწვდით ინფორმაციას, რაც მე ვთვლი, რომ ძალიან სასიამოვნოა, როცა უფროსი ესე გაფასებს და შენ აზრს ესე კითხულობს და გვერდზე გიტევს, ეს არის ერთ-ერთი ძალიან მთავარი. აგრეთვე მინდა გავამახვილო იმაზე, რომ დაპირებებზე მე უფრო კონკრეტულად ვიტყვი. მე უფრო მივდივარ გამგეობის კუთხით და სოციალური პრობლემები არის საკმაოდ დიდი. 2000 გამარჯვების შემთხვევაში იქნება თაწმის რაიონის გამგებელი. აქედან გამომდინარე სოციალური პრობლემები არის საკმაოდ მრავლად, განსაკუთრებით 2013 წელს მინდა ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რომ ბენეფიციართა რაოდენობა გაჭირებულების საკმაოდ გაგვეზარდა, სადღაც 3 უფალ სასადილოს დამატება მოგვიწია, სადაც 600 ადამიანი დამატებით სარგებლობს, დაახლოებით 1.200.000 ლარი არის 2013 წელს სოციალურ პროგრამებზე დახარჯული, რაც არ არის საკმარისი და
დარწმუნებული ვარ. და ისტორიად სოციალურ და ჯანდაცვის პრობლემებზე მამუკა ქაცარავასთან გადავალ, მე მგონი მისთვის საკმაოდ ნაცნობი თემა ეს რის გაკეთებას რესურს, აი რისი გაკეთების რესურს ხედავთ ამ მიმართულებით სამომავლოდ ბატონო მამუკა. მივესალმებით ტელემაყურებელს. პირველ რიგში მე მინდა ვიყო დარწმუნებული და ვარ კიდევაც იმაში, რომ ახალი მერია თუ ნიკა მელია იქნება მერი, იქნება აბსოლუტურად ზეპარტიული და ეს ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე-9 წელია დაახლოებით ვარ თბილისის მთავრობის წევრი და ნამდვილად შემიძლია იმის თქმა, რომ არასდროს ჩემი სამსახურებრივი და თანამდებობრივი ბერკეტი სხვა პრინციპით არ გამომიყენებია გარდა იმისა, რომ ყოფილიყავი ზეპარტიული და არავითარი ყურადღება არ მიმიქცევია პოლიტიკური და პარტიული ბატალიებისათვის. 15 ივნის არის არჩევნები და ჩემი რწმენაც ესეთია, რაზედაც ნიკა ამბობს. პოლიტიკური ბატალიები უნდა დამთავრდეს 15 ივნის, თუ ეს პირველი ტური იქნება, ან მეორე ტურის შემდგომ და მერია და გამგეობები, ანუ თვითმმართველი ორგანოები, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას წარმოადგენს, აუცილებლად უნდა იყოს ზეპარტიული და მე მხოლოდ ამ პრინციპით ვაპირებ მომავალში მუშაობას. თუ ამის საშუალება მე წინა 9 წლის განმავლობაში ნამდვილად მქონდა, არავისთვის არ შეუშლია ჩემთვის ხელი და მომავალშიც ამ პრინციპით ვიმუშავებ. რაც შეეხება სოციალურ პროგრამებს, ოპონენტები ხშირად საუბრობენ ბიუჯეტის არასწორ ფორმირებაზე. მე პირდაპირ გეტყვით, რომ 750 და 800 მილიონი ქალაქისთვის ნამდვილად არ იქნება საკმარისი. მე არ ვამბობ იმ დაპირებებისთვის ჯერჯერობით, იმიტომ რომ ღარიბი ქვეყანა ვართ და რა თქმა უნდა ყველა მიმართულება მეტ დაფინანსებას მოითხოვს, როგორც კეთილმოწყობის ინფრასტრუქტურული, სოციალური, ტრანსპორტი და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი უნდა მოხდეს მოსახლეობასთან ურთიერთობით. მე გეტყვით ერთ მაგალითს. როდესაც ჩვენ 2006 წლის ბიუჯეტს გეგმავდით, პირველი წელი იყო, როდესაც შევამცირეთ ბიუჯეტი და შევამცირეთ 15 მილიონით სოციალური ბიუჯეტი. იმიტომ რომ მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნილება და აქ საუბარი იყო ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე, რომელიც ქვეყანას ჰქონდა 2005 წელს. არ იყო გზები, არ იყო საკანალიზაციო სისტემა, არ იყო წყალი, არ იყო განათება, ამიტომ ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი ამ დროს გადმონაწილდა კეთილმოწყობაზე და გარწმუნებთ, რომ სოციალური პრობლემები არ გაზრდილა, მიუხედავად იმისა, რომ სოციალური ბიუჯეტი შემცირებული იყო. მაგრამ 2007 წლის შემდეგ, მას შემდეგ რაც ეს ინფრასტრუქტურული პრობლემები თანდათანობით გადაიჭრა, შემდგომი გამოკითხვებით, თქვენ ყოველთვის ალბათ მიგიქცევიათ ყურადღება, რომ თბილისის ბიუჯეტი ყოველთვის ფორმირდებოდა მოსახლეობასთან ურთიერთობით და გამოკითხვით. თანდათანობით იზრდებოდა სოციალური პრობლემატიკა. დღეს იმის გამო, რომ ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პრობლემა ქალაქში გადაჭრილია. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი პროექტია განსახორციელებელი, მაგრამ წამოვიდა უკვე სოციალური პროექტები და სოციალური მოთხოვნილებები. ამიტომ იზრდება, შეიძლება ეს არ იყოს საკმარისი, მე გეტყვით ერთს. დღეს ჩვენი ქვეყანა არის ლიბერალური სოციალური პოლიტიკის ქვეყანა, რომელსაც ჩვენ ჯერჯერობით ვერ შევცვლით. ჩვენ ვერ გადავალთ ვერც კონსერვატიულ პროექტზე, ვერც სოციალურ დემოკრატიულ რაღაც მოდელზე, იმიტომ რომ ღარიბი ქვეყანამ უნდა იაროს ლიბერალურით. ლიბერალური სოციალური პოლიტიკის პირობებში მთავარია თანაბარი გადანაწილება ფინანსური ტვირთის და სოციალური სამართლიანობის შენარჩუნება. ჩვენ ამას ნამდვილად მოვახერხებთ, კიდევ ვიმეორებ, თუ მერია იქნება ზეპარტიული სისტემა. კარგი, დიდი მადლობა. ქალბატონ სევდია უგრეხელიძე, ასევე დღეს არის ჩვენი სტუმარი და ქალბატონ სევდიასთანაც მინდა გადავიდე შეკითხვით. ბოლო 1 წლის განმავლობაში მერიასა და საკრებულოს შორის ურთიერთობა იყო საკმაოდ დაძაბული, დამეთანხმებით, ვინ თუ არა თქვენ ეს ძალიან კარგად უნდა იცოდეთ. როგორ ფიქრობთ, აი რა არის იმისთვის საჭირო, რომ თვითმმართველობის მუშაობა იყოს ეფექტური? რა თქმა უნდა, მოგესალმებით პირველ რიგში და ვიზიარებ თქვენს მოსაზრებას, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს იყო აბსოლუტურად ხელოვნურად დაძაბული და ჩვენი მხრიდან არავითარი მსგავსი ხელშეწყობა არ ყოფილა. სამწუხაროდ, ახლად გამომცხვარი უმრავლესობა ქართული ოცნების და სწორედ ყოფილი ნაციონალების ხარჯზე ცდილობდა, რომ დაემსახურებინა თავის პატრონების წინაშე, რაღაც ფულები ჩაეწერა და მოსახლეობის წინაშე, მაგრამ მე ვფიქრობ, ყველა დარწმუნდა, რომ პირიქით მოხდა. ისინი ხელს უშლიდან მერიის მუშაობას, ვინაიდან ძალიან გულუბრყვილოდ თვლიდნენ, რომ თუ კი რაიმე გაკეთდება ქალაქში, ეს ყველაფერი მიეწერება ნაციონალურ მოძრაობას. ამ დროს მთელი მერია არის სრულიად უპარტიო ადამიანებისგან შედგება და იმის გამო, რომ მხოლოდ მე ერთადერთი ვიცემერი, კანონის შესაბამისად ვიყავი ფრაქციიდან მოსული, ეგონათ, რომ ეს ჩაიწერებოდა აუცილებლად ჩვენს სკულებად. ეს ასე არ იყო, ისინი ძალიან შეცდნენ. იმით, რომ მათ ბიუჯეტი არ მიიღეს, იმით, რომ მათ ხელი შეუშალეს პროექტების განხორციელებას, თბილისის მოსახლეობა დააზიანეს, ძალიან დააზარალეს, მაგრამ
თავიანთი აი ამ ჯიუტობით რომ გადადგეს მთავრობა, რაღაც არ კეთდება, რაღაც რესურსის გამოყენება ხდება, ეს ვერ დაამტკიცეს. იმიტომ ვერ დაამტკიცეს, რომ ფაქტიურად ყველა პროექტი შემდეგ მათივე კაპრიზით რომ იყო მათთანვე შეთანხმებული, ყველა პროექტი შეითანხმეს ოღონდ დაგვიანებით. მოქალაქეებს დაუგვიანდათ სერვისები, დაუგვიანდათ ოპერაციები, უგვიანდებათ წამლები, დაგვიანდა ქუჩების გაკეთება, ყველაფერი გვიანდება, მაგრამ კეთდება. ერთადერთი პროექტი, რომელიც მხოლოდ პირადი ანგარიშწორების მიზნით არ შეითანხმა შიხიაშვილმა პირადად, ეს იყო თბილისელების ადვოკატი და მე ბოდიშს ვხვდი ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც ეს სერვისი შეუწყდება, მაგრამ აქედან ჩანს, რომ ყველაფერი დანარჩენი რომ შეითანხმა, რომ არ შეიძლებოდა ის პროექტები არ შეეთანხმებინა. ეს იყო ხელოვნური დაბრკოლება და მომავალში ჩვენ აი ნიკა მელიასთან ძალიან მაახლოებს ის კონცეფცია, რომელიც ყველასთან თანამშრომლობას ემყარება. მეტი ჩართულობა, საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაცია, იმიტომ რომ ჩვენ გვეჩქარებოდა მე მესამედ სამჯერ ვარ უკვე საკრებულოს წევრი ვიყავი და ბევრი რამ რაც კეთდებოდა, აშენდა ქალაქი, დამშვენდა და მშვენიერი გახდა, მაგრამ ეს არ ქონდათ მოქალაქეებს განცდა, რომ ისინი წინასწარ ამაში იყვნენ ჩართული. აი ეს ალბათ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ მომავალში და ყველასთან თანამშრომლობა არის ჩემი პრინციპი, მე არავისთან პირადი პრობლემა არ მაქვს და ამიტომ მიმაჩნია, რომ ყველასთან ვითანამშრომლებ კარგად. ბაჩოს გადაეცით შეიძლება მიკროფონი. ზირთად ნაციონალური მოძრაობის წევრებით არის დედაქალაქის მთავრობა დღემდე დაკომპლექტებული. გამეთანხმებით, ხო? აი თქვენი აზრით, მაინც რამდენად შეძელით, მიუხედავად იმ სირთულეებისა, რაზეც საუბრობდა ეხლა თუნდაც ქალბატონი სევდია, თბილისელების ინტერესების დაცვა მთელი აი ამ ხნის განმავლობაში. მე თქვენ გეტყვით, წელიწად ნახევარზე ცოტა მეტი გავიდა, რაც ვაკის გამგებლად მუშაობ და წარმოუდგენელია, კარი ჩაკეტო და იყო კონკრეტულად მიმართული რაღაცა და ორიენტაცია ქონდეს რაღაცა ერთ ჯგუფზე. გამგებლის მთავარი ამოცანაა მაქსიმალურად, ასე ვთქვათ, უზრუნველყო, თუ იქ სოციალური პოლიტიკა იქნება, თუ ინფრასტრუქტურული პოლიტიკა იქნება და ზოგადი მთავარი ამოცანა რაც არის, ეს არის პრობლემების მოგვარება და არაპარტიული ნიშნით. პრობლემა როდესაც ადამიანი მოდის და ესაუბრება თავის პრობლემაზე, რასაკვირველია არ ეკითხები შენ რას წარმოადგენ და პირველ რიგში ორიენტირებული უნდა იყო ამ პრობლემის მოგვარებაზე და მე ხა ამ შემთხვევაში ხა წარმოვადგენ მაჟორიტარობის კანდიდატს ჩემს რაიონში და აქედან ზუსტად ვიცი რა საქმე მაქვს საკრებულოში. ანუ ჩემი როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მთავარი ამოცანაა ამ შემთხვევაში ლობირება გაუწიო იმ პროექტებს, რომელიც ხორციელდება ჩემ რაიონში. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, აბსოლუტურად ყველა მაჟორიტარი ამ აზრზეა და აქედან გამომდინარე კონკრეტული გეგმით და კონკრეტული სტრატეგიით მოვიდა. მოდით გავიგოთ. ქეთევან ქოჩორაშვილი, ასევე ჩვენი სტუმარი, თქვენ რას თავაზობთ თბილისელებს და თქვენი მთავარი პრიორიტეტი რა იქნება? მე ეხლა მიწევს შეხვედრა დიდი ღომში ამომრჩევლებთან და ძირითადად ისინი არიან იმედგაცრუებულები, იმის გამო რომ მათ ჰქონდათ მოლოდინი, რომ ახალი ხელისუფლება მათ შეუსრულებდა დანაპირებს და ეხლა ამბობენ, რომ ყველაფერი არის გაჩერებული. ამიტომ მე მინდა მათ ვუთხრა, როგორც თბილისელმა თბილისელს, რომ არასოდეს არ დაკარგონ ნდობა და რწმენა კეთილი ადამიანების არსებობისა და მე ყველაფერს გავაკეთებ ჩემს რაიონში, იმისთვის რომ დიღომი იყოს უფრო განვითარებული, პროგრესული, ახალგაზრდები მეუბნები ახშირად, რომ ჭირდებათ გასართობი ადგილები და ამას ყველაფერს შევასრულებთ. კარგით, და ირაკლი ნადირაძე. ასევე თქვენი დაპირებაც რომ მოისმინოს ამ მომრჩეველმა. მოგესალმებით, პირველ რიგში მივესალმებ